ინტერნეტ მედია გოგა GGG წარმოგიდგენთ თეატრის მსახიობი კახი კავსაძე დაიბადა 1935 წლის 5 ივნისს თბილისში. მისი დაბადების შემდეგ მშობლები საცხოვრებლად გადავიდნენ ტყიბულში. მამამისი დავით კავსაძე 1951 წელს მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი და გახდა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობი. კინოში მისი დებიუტი შედგა 50-იანი წლებიდან. არის საქართველოს სახალხო არტისტი, ქალაქ დუშანბეს საკავშირო კინოფესტივალის პრემიის ლაურეატი. აღსანიშნავი როლებია ადამი, თავადი კოწია, დევდარიანი, ილიკო, სიმონ ჩაჩავა, კენტი, რასპუტინი, ბატონი დები და ბევრი სხვა. მისი მეუღლე იყო მსახიობი ბელა მირიანაშვილი, რომელიც 1992 წლის 27 აგვისტოს გარდაიცვალა. მას შემდეგ კახი კავსაძე აღარ დაქორწინებულა. არია. ახლა რა მგონი ჩვენი მარნიდან მოდის? მარნ არა ბოსლიდან. ოღონდ გითხარი მარნიდან მეტი, მარანში მღერიან.
ხოლმე შენ რომ ჩავდივარ მე სადღაცმა და ის სხვა თვალით მიყურებს მე და მე უყურებ ჩვეულებრივი თვალით იმ თვალით რომ თვითონ ისიც ხო ისიც ქართველია დავშად სიტყვაზე და ქართველია და ისევე ისე ცხოვრობს როგორც მე რაც არა ის სხვა გრძნობებით არის რაღაცა მაიძულა და წაიყვანა თავის სამშობლოდან ღმერთმა არქნას და არავის არ უსურვებ რომ ახალგაზრდობა არ იყოს ქვეყანაში ხანისხან იცით ახალგაზრდების აქტიურობა ხომ არის ხომ აქტიური ახალგაზრდები არის და ზოგ თაობა უფროს თაობას ანერგია ნახე ამბავში ეგოთო ხო აბა რა გინდა მუდო გინდა იყოს მუდო კარგია რომ აი ესე აქტიურად არიან მე ის მიხვდება ალბათ ზედმეტი მოვიდა რაღაც აქტიურობაში თუ რაღაც ის მოდი მე ან დაამუხრუჭებ და ან დაიწევს ან წავაძინ და ეგრეა რა ეგრე ყველაფერი ისე როგორც შენ გინდა ან თუნდაც მას ვინც რაღაცას იცვლება, კეთდება, იხვეწება, ნელა წინ მიდის, მე როგორ დაიხევ და ასე შემდეგ. ისეთი პროფესია გვაქვს სამწუხაროდ ჩვენ, რომ რეჟისორმა უფრო იცის რა უნდა მინდოდეს მე. წარმოგიდგენიათ? აი ასეთი უბედური პროფესია. ის უფრო ხედავს თურმე რომ მე რა შემიძლია გავაკეთო. მე შეიძლება გრძნობდე შინაგანად, რომ აი მე შემიძლია გავაკეთო. მაგრამ იმან უფრო იცის თურმე. მაგრამ ეს ხო გეუნდა ტრადიციო შეკითხვაა და მე ვთვლი რომ ძალიან ბევრი რაც შემეძლო რაღაცა და ალბათ არ არის. მაგრამ ფიქრობდი, ერთი ეგეთი გოგოლს აქვს, ერთი ეგეთი მოთხრობა აქვს. შეშლილის წერილები ქვია. შეშლილის წერილები აგაკი ვასაძე თამაშობდა ამას. შეშლილის წერილები მონოსპექტაკლი თუ შეიძლება მონოა რა. ერთი არტისტია სცენაზე და ერთი ყბება და ლაპარაკობს. აი ამაზე ფიქრობდა რა, კაი იქნებოდა ეს რომ მე თამაშად, ხო ჩემთვის ფიქრობდი, ჩემთვის ვოცნებობდით რაღაც საინტერესო შეიძლება ყოფილა. ერთი ლაპარაკი ესეც ამის ამ
და გიყვარს ეხლა ჩაწერა მქონდა რა ქართველი რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ ეხლა რატო ვართ მაგრები ყველაფერი ვიცით არა ნორმალურად რა სიყვარული უნდა გადაირიო სიძულვილი უნდა გადაირიო უნდა რაღაცა განსაკუთრებულად ძმაკაცობა უნდა გადაირიო ყველაფერი ასეთი ალბათ ეს მოწონთ რა მრავალფეროვნები ვარ მრავალფეროვნება მომწონს საქართველოში რაც ერთნაირები არა ვართ მიუხედავად იმისა რომ თითქოს ერთნი ვართ არა სხვანაირები ვართ სულ განსხვავდება ყველა ერთსაგან შეხედულებით გემოვნებით პოზიციით მე ხან იმას უთლიანიმა დანაშაულად არა კაცო რა კარგია როდესაც ისე არ უყურებს ქვეყანას როგორც შენ უყურებ რა კარგია არა ისეთი იყავ როგორც მე ვარო არა ცოტა ოღმიანები ვართ რა მეგონია ცოტა ეხლა ეგეთი შეკითხვა მომქონდა ეგეთი შეკითხვა თავისუფლება რა არისო თავისუფლება კაცი ისე მოსწყურდა ვით დაჭრილი ირმების გუნდს წყარო ანკარალა თავისუფლება ის კი არა აი მე თავისუფლება არ ვიყო და თავში ჩავირტყა მე ჩემ თავს ვეკუნე ადამიანი ჩვენ ოღმიანები ვართ შურიანები აგრესიულები აი როდესაც ამას ყველაფერს მოიშორებ ხო აი ამისაგან განთავისუფლდები აი მაშინ ახარ თავისუფალი როდესაც არავისი არ გშორს არავინ არ გძულს და აი რა კაია აი მაშინ თავისუფლება ის გონია თუ რასაც მინდა იმოდი ხო მე ხო შემავდა ჩაკარტყაში და თავში ო რა ჩემს იმას ზღუდ ავყავ მაინც ყავ თავში ჩარტ როგორ შეიძლება არ შეიძლება რაღაცა არ შეიძლება ადამიანს რომელიც ღმერთის მიცემული აქვს სიცოცხლეს თითით ის გაიფიქროს კი არ შეიძლება მის სიცოცხლეს რო შეეხება ამის გაფიქრებას კი არ შეიძლება არ შეიძლება შეეხო ადამიანის ღირსებას პიროვნულ ღირსებას არ შეიძლება შეეხო უფლების ღმერთის მიცემული არაც ღმერთ არ შეიძლება არ შეიძლება ადამიანის ნაციონალურ ღირსებას შეეხო მე ქართველი ვარ და ქართველი ვარ და ვამაყობ ამით მე რა უფლება გაქვს ან ის მუსულმანია დიახ მუსულმანია მე ძმაკაცები მიყავს მუსულმანების და მართლმადიდებლების და ყველანაირი გასა შენ პიროვნულად ის არის აქვე როგორ შეიძლება შენ ის ღმერთმა მომცა მე მართლმადიდებელი ვარ მე ღმერთი არ უნდა შეეხო ვერ შეეხები და არ უნდა შეეხო ჩემს რელიგიურ იმას რა ქვია ღირსებას ნაციონალური ღირსებას არ უნდა შეეხო რელიგიური ღირსებას არ უნდა შეეხო არ უნდა შეეხო ჩემს სიცოცხლეს და ჩემს პიროვნულ ღირსებას ბიზინა ეს არაორდინეს განსაკუთრებული კაცია. ბიზინა რო არ ყოფილიყო მე 10 ჯერ მკვდარი ვიქნებოდი მე. 10 ჯერ მკვდარი ვიქნებოდი. გამეკეთეს ერთი ძალიან ძვირად ღირებული 7 ოპერაცია. ძალიან ძვირად ღირებული. არა, იმის მერე ეს მანამდე. რო არც ვიცნობდი, არც ვიცნობდი. აბა? და მე ვფიქრობ, მისი ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უარყოფითი თვისებაა არის. უარყოფითი თვისება არის მისი ერთი. მართას ლაპარაკობს სულ.
შეიძლება მართალი თქმა ჩაითვალოს უარყოფითად, კაცო? აბა მართლა ვიძახი მე. ტყუილს მართალს ვიტყვი, კაცო, როგორ შეიძლება არა უნდა თქვას მართალი. აბა სიმართლის თქმა რო უარყოფითად ჩაგეთვლება წარმოგიდგენიათ? მისთვის ტყუილის თქმა არის, მე არ ვიცი რა. ხან არის. როგორ თქვა? მოვატყუო? მოთხოვება მისთვის არის რაღაც უნიკალიება. მართალს გინდა მართლი არანორმალურად მართლის თქმელია. აი. Dan dan da 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 ra dan da da do ran dan da 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 da